რაც მე მახსოვს, მერია, გუბერნატორია, იგი ყველა ფიქრობდა ყველა არის ტყილი. მითო შევჩერდი. ყველა არის ყველას გვატყუებენ. Dangreულია უკვე და სიდა გავაკეთე პენსიონერი ვარ. სიდა გავაკეთე. სიდა გავაკეთე. 300 მიზარი 50 ლარიდან რას გავაკეთე? და მისველი იზაღი დღეს იმანას მოგვაწვილა. რაგვარი იყო მეგრელი რო იყო იმანა ყველა მოგვაწვილა. ჭირყვარიამ. იმის დროს ყველა იზაღის იქნება მეგვეცი ხმა იქნება ტყილი, ყველაფერი ტყილი. მოქალაქეების ასეთი დამოკიდებულება წლების განმავლობაში შეუსრულებელმა დაპირებამ განაპირობა. რიონის პირა სახლების რეაბილიტაციის დაპირება 2018 წელს გაიცა, თუმცა მას შემდეგ საკითხი გაურკვეველი რჩება. თუ რას გეგმავს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ნეგატიურმა ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა, სადაც ვკითხულობთ. რაც შეეხება იმ საკითხს, იგეგმება თუ არა ფონდის მიერ ქუთაისში რიონის პირას სახლების, ასევე დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი გალერეის რეაბილიტაცია პროექტების განხორციელება, გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული. სწორედ ასეთია პოზიცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი წერილობით პასუხში აფიქსირებს. ფონდის მიერ პროექტის განხორციელების გადადების მიზეზად წლების განმავლობაში შეპესე კარკასთან მიმდინარე დავა სახელდებოდა, რომელსაც რიონის პირას სახლების რეაბილიტაციის პროექტი უნდა შეედგინა. დავა, რომელიც უზენაეს სასამართლომდე მივიდა, შეპესე კარკასის სასარგებლოდ გადაწყდა და MGF-ს შესრულებული სამუშაოების ხარჯის ანაზღაურება დაევალა. 5 წელი გრძელდებოდა სასამართლო პროცესები და სამივე ინსტანცია მოვიგეთ, თუ ამას მოგება ქვია. 5 თანამშრომელი გარდაგვეცვალა ამ ხნის განმავლობაში. COVID-ის პერიოდი დაემთხვა და კომპანია ფაქტიურად დაიშალა. მაგრამ ყველაზე ძალიან დაზარალდნენ ამ უბნის მაცხოვრებლები, რომლებიც გაწირა ამ MGF-ს ხელმძღვანელმა გიორგი შენგელიამ და დღემდე არავის პასუხი არ მოუთხოვია. ქუთაისმა ეს როგორ გაატარა, ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში. მოგწერა საკითხთან დაკავშირებით შეპესე კარკასის ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა. პროექტირება რამდენ ხანსაც გასტანს, იმის მერე უკვე გამოაცხადება სამშენებლო. 20-ში გაიწება რეალურად მშენებლობა, მანამდე პროექტირებას დაჭირდება დრო. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად შეპესე კარკასთან პროექტის მესამე ეტაპის ჩაბარების ვადების დარღვევა სახელდებოდა, ხოლო როგორც თავად გიორგი მაჭარაშვილი აღნიშნავს, მიზეზი სულ სხვა რამ იყო. მიწის ნაკვეთები, სადაც განლაგებულია სარეაბილიტაციო სახლები, წარმოადგენენ იქ მცხოვრები მაცხოვრებლების კერძო საკუთრებას. ფონდის წესდებით, მათი პროექტები ხორციელდება მხოლოდ მუნიციპალურ მიწის ნაკვეთებზე. აქედან გამომდინარე, ტენდერის გამოცხადებამდე და საპროექტო დავალების შედგენამდე მიწის ნაკვეთები უნდა შესყიდულიყო ან ფონდის, ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, რაზედაც ფონდი და ქუთაისი ვერ შეთანხმდნენ. ამას ისიც დაემატა, რომ ზოგიერთმა მაცხოვრებელმა არარეალური თანხა მოითხოვა. მოკლედ პროექტი ჩიხში მოექცა და შენგელია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთის მხრივ მიიღო მძიმე საყვედური მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრისგან, მაია წკიტიშვილისგან. ამან საერთოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან. მეორე მხრივ ეკარგებოდა ის 45 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილი იყო ქუთაისისათვის. შენგელია მიიღო მეტად ბრძნული გადაწყვეტილება, ჯოხი ჩვენზე გადატეხა. ხელშეკრულებას შეწყვიტა, ხოლო ეს თანხა გადაანაწილა რამდენიმე მარტივ და უპრობლემო ობიექტზე. არ გამოვრიცხავ პირად დაინტერესებასაც. არ გამოვრიცხავ კი არა ვფიქრობ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი. ქუთაისი მოიცდის, საქმე სასამართლოშია. რეალური მდგომარეობა კი ასეთია. ქუთაისის სავიზიტო ბარათი რიონის პირი დარჩა უპატრონოდ და არავინ იცის როდის წაიღებს რიონი. კითხულობს შეპესე კარკასის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისადმი მიწერილ წერილში. გიორგი მაჭარაშვილმა ასევე მოგვაწოდა საპროექტო დოკუმენტაცია, თუ როგორი სახე უნდა მისცემოდა რიონის პირას სახლებს. MGF-ის მიერ გაცემული დაპირებიდან 7 წლის შემდეგ კი სახლები ასე გამოიყურება. უბანი, რომელიც ქუთაისში შეიძლებოდა ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ლოკაციად და მიზიდულობის არეთქცეულიყო, ახლა საფრთხესთან და ნგრევასთან ასოცირდება. სანაპიროზე რაზგავს სახლები, დანგრეული, გოურემონტებელი, ნახევარი აღარ ცხოვრობს, შიგნი ეშჭიათ და ჩვენიც ახლა შეხედე
რას გავს აქოურობა კიბეებზე ვეღარ ჩავდივარ მეშინია იმიტომ რომ სარემონტო არის და გიკეთებდო და კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას და რაფერ არის საქმე არ ვიცი მე აქეთ რო გახვიდო გადეირები კიდო ისეთი სარემონტო კიდე დასანგრებით არ იცხოვრება იმნაირი მდგომარეობაა და პატარა მთავრობა მოგვაქციოს ყურადღება ხო შეიძლება საკითხს მედიაში გაჟღერების შემდეგ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე Facebook პოსტით გამოეხმაურა. აღნიშნულ საკითხს შეექმნა სამართლებრივი წინააღმდეგობა, ასევე ეს პროექტი თავისი შინაარსით არის მასშტაბური და ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის კერძო საკუთრების საუკეთესო ინტერესების დაცვას, მათ ფინანსურ უზრუნველყოფას, შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას, ასევე მისასვლელი გზის საკითხი, პარკირება და ასე შემდეგ. კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკური თუ მედია ჯგუფი კარგად რომ ხედავდეს იმ ფაქტს, რომ რიონისპირა სახლების უშუალო ურბანული ნაწილის იმ სივრცეებთან ერთად რეაბილიტაცია, რომლის სამუშაოებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, არის შეუძლებელი. ყველა ხედავს თუ რა მასშტაბის სამუშაოები განხორციელდა და ხორციელდება ქალაქის ისტორიულ ნაწილში. ეს პროცესი არის შეუქცევადი ხასიათის და მოიცავს სრულად ქალაქის ისტორიულ ნაწილს. წერს შენგელია, მას პოსტში ასევე ჩამოთვლილი აქვს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ამ ეტაპზე ქუთაისში მიმდინარეობს ან დაგეგმილია. ერთი პროექტი ვერ იქნება მეორე საპირწონე აღნიშნა მეგატივთან საუბრისას ძლიერი საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მიქაუტაძემ. მისი თქმით პირველად არ ხდება რომ დაანონსებული პროექტები მხოლოდ დაპირებად რჩება. ვერ დამისახელებთ ერთ პროექტს, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს და იქ შენიშვნები არ ქონდეს ჩვენი თანამოქალაქეებს, გნებავთ ვადასთან დაკავშირებით და გნებავთ ხარისხთან დაკავშირებით. ის რო სადღაც ბაზრის მიმდებარედ, მოედანი ეწყობა, კარგია, მოდი ყველა ერთად ვნახავთ რა გამოვა აქედან, მაგრამ ამ საკითხთან მას შემხებლობა არ აქვს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით 7 წელიწადი, რამდენიმე ათეული წელიწადია, მაგრამ ესენი დაპირდნენ. ჩემო ბატონო 2018 წელს გვეუბნებიან, რომ რაღაც სასამართლოს დააბრალებენ ამას. როცა ჭირდება, ძალიან კარგად აგვარებენ აღნიშნულ საკითხებს. ამიტომ ეს საკითხი დაპირებული და მოუწესრიგებელია. სხვათა შორის ბატონ შენგელიას მინდა შევახსენო, რომ არაერთი საკითხი არის ქალაქში, რომელიც თავის დროზე დაანონსდა და თითი არ დაუდებთ ჯერ. ხარისხზე და რაღაც გარკვეულ დეტალებზე საუბარი კიდე შორს წაგვიყვანს რა. ვერ გავიზიარებ ბატონი შენგელიას ამ ასე რომ ვთქვათ, ამ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საპირწონე შეიძლება იყოს სადღაც გზის დაგება. 2006 წლიდან ჯაჭვისა და წითელ ხიდებს შორის მოქცეული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცულ ზონაშია და სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ. შენობების უმეტესობა ხის კონსტრუქციას წარმოადგენს. საფრთხეს ქმნის რიონიც, რომელიც ხშირად დიდდება და სახლებს საყრდენს აცლის. პროექტის განხორციელების საკითხი კი ამ ყველაფრის პარალელურად კვლავ ჰაერში გამოკიდებულ თემად რჩება. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პროექტის დაწყების დროისათვის ამ ისტორიული სახლების ნაწილი მაინც იქნება შენარჩუნებული რეკონსტრუქციისთვის.